გურჯაანის ტექნოპარკში ხელოვნური ინტელექტის კვირეული მიმდინარეობს. პროგრამის შემსწავლელი კურსის ხელმძღვანელის ზურა ციკლაურის განმარტებით ტექნოლოგიის სწავლების მიზანი ახალგაზრდებისთვის კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით მიღებული ლოგიკური აზროვნებაა. ახალ დარგს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დღევანდელი მსოფლიო კი ხელოვნური ინტელექტის გარეშე წარმოუდგენელია. მას თითქმის ყველა წამყვანი კომპანია იყენებს. რაც შეეხება პირველ პროგრამას, ის მე-20 საუკუნის 50-იან წლებში შეიქმნა სწორედ ამ კომპანიამ შექმნა პროგრამა, რომელსაც ჭადრაკის თამაში შეეძლო. აღსანიშნავია, რომ 1997 წელს პროგრამამ თვით მსოფლიოს საჭადრაკო ჩემპიონის გარი კასპაროვის დამარცხება შეძლო. ტექნოპარკში მიმდინარეობს სამერწყვით ხელოვნური ინტელექტის კვირეული, რომლის ფარგლებშიც მონაწილეები ეცნობიან სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებს, რომლის გამოყენებაც ყოველდღიურ ცხოვრებაში შესაძლებელი და არა მარტო ყოველდღიურ ცხოვრებაში. ასევე ხშირად ტექნოპარკის პროექტებში ხდება ისე, რომ უწევთ სხვადასხვა ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოს გამოყენება იმისთვის, რომ უფრო ხარისხიანი პროექტები დადონ კვირეულების და ჰაკათონების ბოლოს. ხშირ შემთხვევაში ვერ ხდება ხოლმე ამის მიზნობრივად სწორად გამოყენება, აქედან გამომდინარე ამ პროექტის მიზანი არის ის, რომ გურჯაანის ტექნოპარკში ისწავლონ მონაწილეებმა, როგორ შეიძლება გამოიყენონ ეს კონკრეტული ხელსაწყოები უფრო ხარისხიანად და უფრო კარგი შედეგები დადონ როგორც პროექტებში, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებაში. ვსწავლობთ ისეთ ტექნოლოგიებს, რომ მომავალში გამოგვადგება. მაგალითად AI უკვე ისეთი დახვეწილი არის, რომ რაღაცას შეკითხები გიპასუხებს ჩვეულებრივ. და ეს დაგეხმარება ჩვენ მომავლისთვის. საკმაოდ საინტერესოა, რადგან ძალიან გამოგვადგება მომავალში, მით უმეტეს ახლა ახალი თაობა მოვდივართ და ძალიან საინტერესოა ეს ტრენინგები ჩვენთვის. ბავშვებისთვის ძალიან საინტერესოა, რომ ისწავლონ, რადგან მომავალ წელს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახდება, ბევრად დაგეხმარებათ და სასწავლოდაც ძალიან კარგია. ძალიან კარგი და სახალისო პროექტია. ჩემი აზრით ყველა ბავშვმა უნდა ისწავლოს ესეთი AI და ესეთი რაღაცეები და თან ამ თაობას ძალიან კარგად გამოადგება.